გაამგრეიბო ამ ქვეყანაში სამართალიის ის არის რაიმე გაერება, რომ ის, რასაც მზიას ასე ვთქვათ, ბრალად კონდეს შერაცხული, არ არის თავდას პოლიცია. ამიტომ თავისთავად ხადია უწიათ რა თავის აღიარება, თუმცა 353 წუთი ისეთივე სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. დამიჯერეთ, ეს არის დასჯის აქტი. განაცხადი, რომ ამ ადამიანს ჯიან სწორად პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და სწორედ იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშან. მე წეგან ვისაუბრე ზუსტად ერთი საქმე მინუტით წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ. იქ პოლიციელს პანგური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ბრალდებულმა და იმ საქმეში გაზარალებული იყო რიგითი პატრული ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი. იმ საქმეში სასამართლომ თქვა, მხოლოდ ყველანაირი ამხელა მობილიზაციის და ზეწოლის გარეშე, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და ამავდროულად იქ პირობითი სასჯელი დაადგინა. მაშინ, როდესაც ჩვენ შემთხვევაში გამოიყენა თავისი რომ გამოიყენებინა სხვა სასჯელი, თუნდაც ამ უკანონო მუხლის პირობებში, რა სასჯელი რომ უთხრათ მაყურებელს და რა არ გააკეთა. თუნდაც ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც ხდებოდა 353 პრიმა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოიყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზია მოიხადა და გაათავისუფლებდა ხალხს 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწმისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის. ერთი რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან განთავისუფლება და შეეძლო პირობითი მჟავების დადგება, რა ყველაზე მთავარია, რაც არ გააკეთა სასამართლო. მხოლოდ თავი თუმცა საპრობაციო ინსტანცია წინ არის. გასაკვირველია და არა მხოლოდ პატიმრობაზეც უნდა კითხოთ, ეს იყო მაქსიმალური ვადა 2 წლიანი პატიმრობა თუ აი ვადაზე ეს იყო მინიმალური ვადა 2 წლიდან 4 წლამდეა, მაგრამ გარწმუნებთ ამაზე ზევით ვერც დაადგება. კაპიტან მაია, წინააღმდეგობა აქცენტირებული 353 მუხლში. ხო, როგორ უნდა ამტკიცოს სასამართლო, რომ რაიმე სახის წინააღმდეგობა იყო მზიას მხრიდან ამ შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი წინასწარ არ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებების რამოდია ამას ნახავთ, ამაზე აქამდეც არაერთხელ ვისაუბრეთ. მოსამართლეს ქონდა რამე არგუმენტაცია მუხლის გადაკვალიფიცირების დროს არ გამოუცხადა, რომ მან რა მოაცხადა, ასე ვთქვათ, სარეზოლუციო დაწყება. თქვენ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გააცანით სასამართლოს, როცა ამტკიცებით, რომ მზია უდანაშაულო იყო. სტრასბურგის რაიმე გადაწყვეტილება თუ გავხსენებათ, მსგავსი სიმძიმის ასე ვთქვათ სასჯელი მსგავს დანაშაულზე. სტრასბურგი სრულიად სხვა თვალსაზრისით იხილავს საქმეებს. მოქალაქეებში რაც შეცდომის ის არ არის მეოთხე ინსტანცია. სტრასბურგმა უკვე ჩვენი სარჩელი მიიღო და დაიწყო კომუნიცირება მზიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. უკვე ხელისუფლებას გაგზავნილი აქვს კითხვები და ველოდებით ხელისუფლების პასუხებს მზიას უკანონო და გაგრძობილ პატიმრობასთან დაკავშირებით ოქტომბერში. ასე რომ პროცესები მიდის ყველა მიმართულებით, არაფერი არ დამთავრებულა დღეს. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც ვიცოდით, რომ უნდა გადმოვიდო. ამიტომ ყველაფერი გრძელდება დამიჯერეთ. არაფერი არც ერთი სტრატეგია არ იცვლება დღევანდელი გადაწყვეტილებით.